ტრაფიკი და ნაკადი, რომელიც მიდიოდა კონკრეტულად ემირატების მიმართულებით, თავისთავად რაღაც დოზით ჩვენთანაც წამოვიდა, რასაც ხელი შეუწყო ძალიან ფრენებმა ევროპის მიმართულებიდან, რომელიც ჩვენ 2025 წლის პერიოდში აქტიურად და არაერთი მიმართულებიდან დაგვემატა. ხელი შეუწყო ასევე საქართველოს პოზიციონირებამ როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო მიმართულება რეგიონში 4 სეზონის ქვეყანა, სადაც შეუძლია ადამიანს ჩამოვიდეს და ნებისმიერი მისთვის სასურველი ტურისტული, ესე ვთქვათ, ატრაქცია მოინახულოს, ტურისტული აქტივობით დაკავდეს და ასე შემდეგ და ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოს წლიდან წლამდე ზრდის ტურისტულ ნაკადებს, ზრდის შემოსავლებს ტურიზმის მიმართულებით და ვფიქრობ 2026 წელიც გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან, რაც გვაქვს, ესე ვთქვათ, ფორკასტის ჭრილში 2026 წლის სეზონისთვის და არა მარტო, ვფიქრობ მინიმუმ 5%-ით მაინც უნდა გადააჭარბოს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად იმ წერტილოვანი დარტყმებისა და ჩავარდნებისა, რასაც ბოლო წლები ჩვენი სექტორი სამწუხაროდ განიცდის.